მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგან. ზოგადად მადლობა იმისთვის, რომ გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და კომენტარებთ, ვინც არ მიცემთ გაგეთნობით მე ვარ კატო. დღეს მინდა გავაკეთო ესეთი გაშლა, სრულდება თუ არა თქვენი სურვილი და პერიოდი, რა პერიოდში ასრულდება ეს ყოველივე. და ნახოთ. ასრულდება თუ არა და რა პერიოდი იქნება ამ სურვილის ასასრულებლად. ვარიანტი გავაკეთოთ, მოდით ორი, ესეთი თეთრი სპილო და ესეთი ყავისფერი სპილო. ასრულდება თუ არა სურვილი, პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და რა თქმა უნდა ვნახოთ პერიოდიც ასრულების. პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. ნახოთ. პირველი ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრა თეთრი სპილო, ასრულდება თუ არა თქვენი სურვილი. მე ესე ვიტყოდი, რომ ასრულდება თქვენი სურვილი, თუ ცოტა სიმსუბუქეს მისცემთ ამ სურვილს. ნახეთ, როდესაც ადამიანი ძალიან ესე აქტიურად არის ხოლმე თავის სურვილზე ესე რაღაცა მიჯაჭვული, ხშირ შემთხვევაში აგვიანებს ხოლმე ამ სურვილის ასრულება. თუმცა გეტყვით, თუ ცოტა სიმსუბუქეს მისცემთ, თუ ცოტა მიენდობით სამყაროს, თუ ცოტა გაუშვებთ ამ ყველაფერს, თქვენი სურვილი ასრულდება იმაზე მალე, ვიდრე თქვენ წარმოიდგენთ, ხო? შეიძლება ითქვას, რომ თქვენი სურვილი შეიძლება ერთ თვეზე ნაკლებ დროშიც ასრულდეს, თუ კი მისცემთ ამ სურვილს ძალიან ისე მაქსიმალურად სიმსუბუქეს და მაქსიმალურად მიანდობთ სამყაროს. ნუ ახლა თუ ხა ისეთი სურვილია, რომ თქვა, თუნდაც იცით არის ესეთი მომენტი ხოლმე, რომ ახლა ბინა რომ მინდა ვიყიდო, ეს სურვილი ერთ თვეში როგორ ასრულდება, თუ ერთი ლარიც არ მიდევში ჯიბეში, ხო? ამ სიტუაციისთვის გადადებული. ნახეთ, როგორი მომენტი არის. თუ თქვენ ამას მიანდობთ სამყაროს, სამყარო გამოაჩენს იმ რესურსებს, რომელიც თქვათ, საჭირო არის ამ ბინის ყიდვისთვის, ხო? უბრალოდ შეიძლება ბანკში რაღაცა შემოთავაზება მოგცენ, რომელიც თქვენთვის სახარბიელო იქნება. ან უბრალოდ ვიღაცა ნათესავმა რა ვიცი, მოახერხოს ის და გითხრათ, რომ იცი რა, თუ გაქვს მისი დრო და რესურსი, რომ მე მომხედო, თქვათ, ჩემ ბინას დაგიტოვებ შენ, ხო? ანუ აქ არის ესეთი მომენტი, როდესაც რაღაცნაირად გაუშვებთ თქვენს და არ ვიცი, ვისთვის რა სურვილია, ყოველ შემთხვევაში პირველი ვარიანტისთვის სურვილს რაც მეტად უფრო გაუშვებთ, რაც მეტად უფრო მიანდობთ სამყაროს, მით უფრო მალე ასრულდება ეს ყოველივე. ესეთი იყო პირველი ვარიანტი. და ვნახოთ ახლა მეორე ვარიანტი, ასრულდება თუ არა თქვენი სურვილი. იცით რა არის, აი აქ სურვილის ასრულების მდგომარეობა, მე ესე ვიტყოდი, რომ დამოკიდებული არის ერთის მხრივ თქვენს გადაწყვეტილებაზეც და არა მარტო რაღაცა სამყაროზე და რაღაცა ისეთ მდგომარეობაზე. აქ სურვილის ასრულებისთვის მე ესე ვიტყვი, რომ ცოტა ხელისშემშლელი ფაქტორები არის, ხო? შეიძლება ითქვას, აქ ვიღაცისთვის რაღაცა მომენტში სიძარმაცეც შეიძლება იყოს. თქვენი სურვილების ასრულება, მოდით მეორე ვარიანტი, ესე ვთქვათ, არის ყველაზე თქვენზე დამოკიდებული. ეს არის თქვენს გადაწყვეტილებებზე, თქვენს მიდგომაზე, თქვენს ნაბიჯებზე დაფუძნებული მდგომარეობა, როდესაც რაღაცა უნდა გამოვიდეს, ხო? თუნდაც რაღაცა პარტნიორულ ურთიერთობაში რო იყოთ, აქ თქვენზეა დამოკიდებული და რა მხრივ ვიცით, ახლა შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ აი ჩემზე რა არის დამოკიდებული, თქვა თუ მამაკაცი არ დგავს ნაბიჯს. იცით რა არის, მამაკაცმა ნაბიჯი რო გადმოდგას, ალბათ თქვენც უნდა მიახვედროთ ის მომენტი, რომ თქვენ მზად ხართ ურთიერთობა უფრო სერიოზულ ასპექტში გადაიყვანოთ, ხო? თუნდაც ნახეთ რა მომენტი არის, თქვათ და მოხდეს ისე, რომ თქვენ გინდათ ოჯახი, მაგრამ იქნებ მამაკაცს საერთოდ არ უნდა ოჯახი შექმნა, ხო? მაგრამ თქვენ ხომ უნდა დაელაპარაკოთ ამ ადამიანს და გააგებინოთ, რომ თქვენ გჭირდებათ ოჯახი ან გინდათ რაღაცა სერიოზული ურთიერთობა და
არა უბრალოდ ესეთი ურთიერთობა, ხო, მსუბუქი ურთიერთობა, ხო? აქ რაღაცა მომენტში ესე ვთქვათ, თქვენს უნდა აგრძნობინათ ამ ადამიანს, რომ თქვენ გჭირდებათ რაღაცა სერიოზული მდგომარეობა, თქვენ გჭირდებათ რაღაცა სხვანაირი მიდგომა. იმიტომ რომ ნახეთ ესე მოლოდინის რეჟიმში რო იყოთ თქვენი სურვილის ასრულების, შეიძლება ეს სურვილი არასოდეს არ ასრულდეს. თუ თქვენ ნაბიჯს არ გააკეთებთ, ხო? ანუ ეხლა თუ ადამიანს არის ესეთი კატეგორია ადამიანები ძალიან ჩვეულებრივად, ანუ არაფერი ამაში გასაკვირი არ არის, რომ არ უნდადეს უბრალოდ ოჯახი და არ უნდადეს რაღაცა ესე ოფიციალური ფორმით ვიღაცასთან ცხოვრება, ანუ აქ არაფერი საწყენი არ არის, ხო? არსებობენ ესეთი ქალბატონების და მამაკაცების და ხა თუ ადამიანს საერთოდ აქვს ეს მომენტი, რომ აი განა თქვენთან არავისთან არ შექმნის ოჯახს, ხო? არის ესეთი მდგომარეობა. მე ჩემს ირგვლივ არიან ეგეთი ადამიანები, რომ კონკრეტულ ვინმესთან კი არა, საერთოდ არ უნდათ ოჯახი და არ შეუქმნიათ და რა ვიცი, არიან უკვე 80 წლისები და ცხოვრობენ მარტო. და ნუ თუ ახლა ესეთი ადამიანია, ხა თქვენ რო ველოდოთ ამ ადამიანისგან ნაბიჯს, არასოდეს არ გადმოდგავს რა თქმა უნდა ეს ნაბიჯი და ამიტომ თქვენ ხა ყოველად მოლოდინის რეჟიმში იყოთ და რეალურად დაკარგოთ მე შესაძლებლობა იმის, რომ ოჯახი ყავდეთ, ძალიან არასწორია, ხო? ხა კი შეიძლება გიყვართ რაღაცა 5 წელი იყავით ერთად, ბედნიერებიც იყავით, რა თქმა უნდა, ხა 5 წელი ვერ გაძლევთ რაღაცა ისეთ შეყვარებულების პერიოდში თუ ცუდად გრძნობთ თავს, მაგრამ იმის იქეთ არ წავა ეს ურთიერთობა, ხო? აი, თქვენი სურვილის ასრულება მეორე ვარიანტომა თქვენზეა დამოკიდებული, ანუ თქვენ უნდა იმოქმედოთ. გინდათ ბინის ყიდვა, თქვენ უნდა დაიწყოთ რაღაცა საქმე, მოძებნოთ ბინა, როგორი ბინა გინდათ. აი, ნახეთ, აქ მეორე ვარიანტი, პირველ ვარიანტთან უფრო მსუბუქი მომენტი არის ის, რომ აი სამყაროს უნდა მიატოს, იმიტომ რომ პეტროვე როგორც ჩანს, პირველ ვარიანტში ბევრი ჩატო რესურსი იმისთვის, რომ მიეღწია ამ თავისი სურვილის ასასრულებლად და თქვათ უკვე სჭირდება ის მომენტი, რომ აი მიანდოს სამყაროს, ну როგორც იქნება ისე იყოს, როგორც სამყარო ჩათვლის, როგორც ხო? და აი მეორე ვარიანტს უკვე აქ გჭირდებათ საკმაოდ ესეთი რო იტყვიან ნაბიჯ გაკეთება რაღაც ქმედებები იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში მიიღოთ შედეგი და თქვენი სურვილი ასრულდეს. აი ესეთი გამოვიდა ეს გაშლა, მე ბედნიერებას გისურვებთ, ყველას გისურვებთ, რომ თქვენი სურვილები ასრულებული იყოს, ზოგთან სამყაროსგან, ზოგთან თავისივე ნაბიჯებით და ბედნიერები ყოფილიყავით თითოეული თქვენთაგანი დროებით.